მოგესალმებით. მე მინდოდა დღეს ჩაგვეტარებინა შეხვედრა, რომელსაც მიუძღვნიდით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და განსხვავებით ჩვეულებრივი შეხვედრებისგან, რომელიც მრავლად ჩატარებულა ბიზნესთან, მინდა რომ თქვენ მოგისმინოთ და მოვისმინო თქვენი რეკომენდაციები ამ მიმართულებით. იმ ადამიანების, რომლებსაც გააჩნიათ დიდი პრაქტიკა და რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ თუ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმენს გაუადვილდეს მუშაობა საქართველოში. ორიოდე სიტყვით მინდა სანამ გადავიდოდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, მინდოდა მეთქვა, რომ დღეს პრინციპში უკვე გაცხადებულია და არაერთხელ მისაუბრია ამაზე, მაგრამ მაინც შევჩერდები 4 პუნქტიანი პროგრამის მნიშვნელობაზე, ვინაიდან მე ვთვლი და ჩვენი გუნდი თვლის, რომ ამ პროგრამას შეუძლია მოუტანოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ვფიქრობთ, რომ არჩეულია ზუსტად ის მიმართულებები, რომლებზე ფოკუსირებას ჩვენ მოგცემს საშუალებას ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება მოვიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ამ 4 მიმართულებაზე კიდევ ერთხელ შევჩერდები, მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა და ჩვენ უკვე მივიღეთ პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება. ამ პაკეტის თანახმად ასევე მიღებული იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, კერძოდ ისეთი, როგორიც არის მაგალითად, რომ ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს განაჩენის გარეშე აღარ იქნება შესაძლებელი და ესეც მოხდება მხოლოდ ძალიან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ისეთი ცვლილებები, როგორიც არის მაგალითად ძირითადი საშუალებების DGG-სგან განთავისუფლება და კიდევ ჩვენ მუშაობთ დამატებით ცვლილებებზე ამ მიმართულებით, როგორიც არის მაგალითად რეგლამენტირება კომპანიების შემოწმების ვადის და ასევე ეკონომიკური დანაშაულისათვის წინასწარი პატიმრობის ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში მხოლოდ გამოყენება. ასევე ეკონომიკური რეფორმების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბლოკის ნაწილი გახლავთ ის, რომ ჩვენ უკვე დავაფუძნეთ სტარტაპის ბიზნესის განვითარების ფონდი და პირველი ინოვაციის მიმართულებით პირველი 20 ფინალისტი უკვე დავაჯილდოვეთ და მათ მიიღეს დაფინანსება და ეს პროგრამა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინოვაციის მიმართულებით, არამედ სხვა სტარტაპ ბიზნესების მიმართულებითაც. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალ წელს ჩვენ წლის ბოლოსთვის ვიქნებით მზად, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ქვეყანაში. სამწუხაროდ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის მერე დიდი დრო დავკარგეთ ამ მიმართულებით და ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო ბანკის დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის. ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ალტერნატიული გზები შეიქმნას ფინანსების მოზიდვისათვის, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს ეხება ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. მეორე ბლოკი რეფორმების ეს გახლავთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, განსაკუთრებით ეს რეფორმა იქნება ფოკუსირებული უმაღლესი განათლების რეფორმაზე და ჩვენ სახელმწიფო რესურსს, რომელსაც დღეს ვანაწილებთ ყველა პროფესიაზე, გავანაწილებთ მხოლოდ იმ პროფესიებზე, რომლებიც არის უფრო მოთხოვნადი, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ფუნდამენტურ მეცნიერებებს და ჰუმანიტარულ დარგებს. ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით დავიწყეთ უკვე გერმანული დუალური განათლების სისტემის დანერგვა, როდესაც კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრების გადამზადება არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ საშუალო ასაკის ადამიანების, რაც ვფიქრობთ, რომ პირდაპირ იმოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე. მესამე ბლოკი რეფორმების ეს არის მართლობითი სისტემის
ძირეული რეფორმა, როდესაც სახელმწიფო ხდება სერვისებზე ორიენტირებული, მომსახურებაზე ორიენტირებული და ამ მიმართულებით ჩვენ გეგმავთ ერთიანი front office-ის მოდელის დანერგვას, რომელიც ყველა ბიზნესს, როგორც წვრილ და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესებს მოემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. ჩვენ რამდენიმე დღეში გავაკეთებთ პრეზენტაციას ამ ერთიანი ბიზნეს ჰაუსის, ეგრეთ ბიზნესის მომსახურების სახლის კონცეფციის, რომელიც გულისხმობს დღეს გაფანტული სამინისტროებსა და უწყებებში გაფანტული ფრონტ ოფისების ერთჯერ ქვეშ გაერთიანებას და ასევე გულისხმობს ერთიანი ციფრული სივრცის შექმნას იმისათვის, რომ ყველა ბიზნესს საშუალება ჰქონდეს ნებისმიერი სერვისი, რომელსაც ის დღეს ღებულობს მთავრობის სხვადასხვა უწყებებიდან, მიიღოს ერთი სივრცის, ერთი ჭერის ქვეშ. ასევე მმართველობითი რეფორმის მეორე ქვემიმართულება გახლავთ ჩართულობა მართვაში და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გავაკეთეთ საინვესტიციო საბჭო, სადაც გვაქვს ყველა საერთაშორისო მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი და ასევე ბიზნეს ასოციაცია ქართული და სავაჭრო სამრეწველო პალატა. კარგი იქნება თუ ამ ბიზნეს საინვესტიციო საბჭოში იქნება სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში. საბჭო არის პლატფორმა იმისათვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ეკონომიკის მიმართულებით განხილული იქნას წინასწარ, მანამდე სანამ სურპრიზებს მოუმზადებთ ბიზნესს, განხილული იქნას ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური სურპრიზები და გაიზარდოს პროგნოზირებადობა ქვეყნის ეკონომიკური გარემოსი. მეოთხე მიმართულება, რომელიც არის ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად ხელშესახები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ თვისობრივად ახალი ფიზიკური განვითარება შევქმნათ ქვეყანაში და სულ სხვა ქვეყანა მივიღოთ, ეს არის სივრცითი განვითარება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გეგმავთ, რომ შევცვალოთ მნიშვნელოვნად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე ჩავრთოთ კერძო სექტორი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების მეშვეობით, public-private partnership მოდელები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია პირველ რიგში გადავანაწილოთ დაფინანსების ტვირთი კერძო სექტორზე და საფინანსო ინსტიტუტებზე და ასევე გავზარდოთ სისწრაფე პროექტების და ხარისხი, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 4 წლის განმავლობაში ჩვენ გეგმავთ, რომ დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე, ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი, ავაშენოთ მცხეთა ლარსი, უпростоრად მცხეთიდან სავარაუდოდ საჭირო იქნება პარტნიორობა იმისათვის, რომ ვლადიკავკაზამდე იქნას მთლიანად ეს ავტობანი აშენებული და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ არსებული გზა, ან ინჟინერები მუშაობენ დღეს ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, toll road-ი, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი და აღარ იქნება საჭირო პირველი გუდაურის გადავლა იმისათვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე გვინდა რომ ავაცილოთ ეს გზა მთლიანად დევდორაკის მონაკვეთს, რომელიც ყოველწლიურად პრობლემა არის, როდესაც იქ ყინული დნება. ასევე ჩვენ აუცილებლად ამ 4 წლის განმავლობაში გვეგმავთ, რომ ავაშენოთ ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, მულახისკენ მიმავალი გზა გვირაბების მეშვეობით და უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზა მესტიის მიმართულებით უშგულის გავლით, რაც ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ზაფხულის პერიოდისთვის, გააცოცხლებს მთელ ამ გზაზე მდებარე სოფლებს, მაგრამ ეს გზა არ იქნება საკმარისი ზამთრის კურორტის თეთრულის განვითარებისთვის, ამიტომ საჭიროა იქ გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა 4 წელიწადში აუცილებლად უნდა ავაშენოთ, დაწყებულია უკვე დაპროექტების სამუშაოები
და ეს ყველაფერი იმისთვის იქნება საჭირო, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრი საქართველოსი და ეს რა თქმა უნდა თავის მხრივ ქუთაისის აეროპორტის შემდგომ განვითარებასთან ერთად ქუთაისს გაცილებთ უფრო მეტ საერთაშორისო მნიშვნელობასაც შესძენს. უკვე სექტემბრიდან 7 ახალი რეისი დაიწყება ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით და დიდი იმედია, რომ წლის ბოლომდე ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი დასრულდება და ეს იქნება ახალი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ იაფად ჩავიდნენ ევროპაში და იქ გააგრძელონ საკუთარი ბიზნესი, განავითარონ საკუთარი ბიზნესი და ეს არის აბსოლუტურად რეალისტური. ასევე კურორტების საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით წელს გვეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს. 8 საბაგირო გზა შენდება ერთად ამ მომენტში, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ეს არის ბაკურიანი, ეს არის გუდაური, ეს არის თეთრულდი, ეს არის რა თქმა უნდა გოდერძიზე დავამატებთ და განავითარებთ ამ კურორტს. და რა თქმა უნდა საკურორტო ინფრასტრუქტურა, გასართობი ცენტრები, ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მსგავსი აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც. ასევე დაწყებულია ბიატლონის დაპროექტება, ფრანგი ექსპერტები მუშაობენ და ბიატლონის ტრასა დაპროექტდება ბაკურიანში და ჰოკეის დარბაზი 1000 კაციანი დარბაზის დაპროექტება და ასევე ტრამპლინის აღდგენა მოხდება ბაკურიანში, რაც ფიქრობთ, რომ ყველა ეს ექსპერტები ვინც ჩამოყვანილი გვყავს, გვეკითხებიან, ალბათ თქვენ ოლიმპიადისთვის ემზადებითო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ასეთი ნახტომისებური განვითარება კურორტის დაისახოს და განახორციელოს ქვეყანამ, ჩვენ ვეუბნებით, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვემზადებით ოლიმპიადისთვის. და შესაძლებელია ალბათ 8-10 წლის მერე ვიფიქროთ სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე. 2022 წელს ფიქრობთ, რომ ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში, ბაკურიანში და ამისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით. გუდაურის მიმართულებით მასტერ პლანინგი დასრულებულია. კობიდან გუდაურის მიმართულებით დაწყებულია უკვე ტრასის საბაგიროების მშენებლობისთვის მომზადება. 2017 წელს ჩვენ დავიწყებთ და შესაძლოა დასრულებაც მოვასწროთ ამ საბაგიროების მშენებლობის, რაც ზამთრის პერიოდში ვლადიკავკაზიდან იგულისხმება ტურისტების შემოყვანის ორგანიზება. შესაძლებელია, რომ სტეფანწმინდა გადაიქცეს ძალიან მნიშვნელოვან ზამთრის კურორტად, რაც დღესდღეობით არ არის ასე და მხოლოდ ზაფხულის კურორტია და ზამთარში კობის ბაზის განვითარებასთან ერთად ფიქრობთ, რომ სტეფანწმინდას გადააქცევს მთლიანად ჩართავს სტეფანწმინდის სასტუმრო რესურსს, როგორც საოჯახო სასტუმროებს, ასევე საშუალო და მსხვილ სასტუმროებს ჩართავს გუდაურის კომპლექსის მომარაგებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე გუდაურის ჩრდილოეთის კალთების სათხილამურო რესურსის განვითარებისთვის, რაც გაცილებით უფრო გრძელ ვადაში უზრუნველყოფს გუდაურის კურორტის ფუნქციონირებას, ვინაიდან ჩრდილოეთ კალთებს მზე არ უდგება და ამ კუთხით ის ძალიან მნიშვნელოვანია. მე აღარ გავაგრძელებ ამ მიმართულებით საუბარს, როგორც მოგახსენებთ, მოვედით იმისათვის, რომ თქვენ მოგისმინოთ. წელს მიუხედავად საქართველოს გარშემო არსებული არასახალბიელო ეკონომიკური განვითარების ტენდენციებისა, საქართველო უზრუნველყოფს დაახლოებით 3%-იან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მომავალი წლიდან მოყოლებული ჩვენ ვგეგმავთ, რომ 5 მილიარდი დაახლოებით 2020 წლის ჩათვლით დაიხარჯოს დამატებით იმისგან, რაც უკვე იხარჯება. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო ბანკებთან, მზადა გვაქვს უკვე განვითარების გეგმა, რაც ერთის მხრივ გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯების გაყინვას იმ ნიშნულზე, რომელიც დღეს არის, ჩვენ გვეგმავთ, რომ შევამციროთ კიდევაც ხარჯები და მეორეს მხრივ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი დოლარი, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება მომავალ წლებში, იყოს გათვლილი ეკონომიკურ ბენეფიტზე, სარგებელზე და ეს არ იყოს სოციალური მიმართულებით დახარჯული თანხები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 7-8%-იანი ზრდა
თუ რა თქმა უნდა არ მოხდა რაღაც გლობალური კატაკლიზმები და ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენი ქვეყნის გარშემო, არის აბსოლუტურად რეალისტური და ამ გეგმის განხორციელებას ჩვენ უკვე ვიწყებთ შემოდგომიდან. ეს არის რაც მინდოდა ჩვენი მხრიდან რო გვეთქვა, მინდა მოგისმინოთ და ყურადღებით ჩავიწერო ყველა თქვენი რეკომენდაცია, იმიტომ რომ მართალი გითხრათ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რაიმე ფოკუსირებულ ნაბიჯების გადადგმაზე არის უკვე 10 წლეულებია ლაპარაკი საქართველოში. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია EUTOS-თან ერთად, OECD-სთან ერთად უბრალოდ მათი ექსპერტების დახმარებით, მაგრამ ეს არის ჩარჩო ცვლილებები და არ არის მოკლევადიან ცვლილებებზე გათვლილი. ამიტომ მე დიდი ინტერესით მოვისმენდი თქვენს წინააღმდეგებს ამ მიმართულებით. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ჩვენ გვინდოდა რომ ამ სივრცეში ჩაგვეტარებინა ეს ხდომა. აქ არ არის ესე ვთქვათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმ კუთხით რომ კონფერენციებისთვის იყოს გათვლილი, არ არის კონდიცირება, მაგრამ სპეციალურად შევარჩიეთ ეს სივრცე იმისათვის რომ გაგვეკეთებინა პარალელი, რომ როგორც ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესს უწევს საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობა, ჩვენც რაღაც ასეთი ვირტუალურად გვინდოდა დღეს შეგვექმნა ასეთი განწყობა, რომ თქვენთან ერთად განგვეხილა ის პრობლემატიკა, რომელიც თქვენს ბიზნესში არსებობს. ეს არის Gebruder Weiss-ის მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი საქართველოში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არის საერთაშორისო აეროპორტთან და ვფიქრობთ, რომ ასეთი ცენტრების განვითარება არის ქვეყნის მომავალი, ამიტომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და Gebruder Weiss გადაუხადო დიდი მადლობა აი ამ სივრცის დათმობისთვის. ეს არის 500 წლიანი კომპანია, ავსტრიული ოჯახური საოჯახო ბიზნესი და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ისინი დღეს ოპერირებენ საქართველოში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.